მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო, ნახავთ თქვენი ჩაფიქრებული. აი, კაცო, ძალიან დაუფიქრებლად მოვიქეციო, და ასე ვთქვათ, არის ისეთ ამოწყენილი სხვათა შორის კი ბატონო, მაგრამ სულ არის რაღაც თავდაცვით პოზიციაზე და იცით რა არის, ამდენი დაცვაც არ არის მარგებელი ზოგადად რომ იცოდეთ, ხო? რის განიცავ თავს ადამიანმა უნდა იცოდე ჯერ ერთი და რაღაც ისეთი ახლა ქალბატონიდან იცავს თავს გასაგებია. Ну, ცოტა სასაცილოა. კარგი, ნახოთ რა ზგრძნობს ეს ადამიანი. რა ზოგიერთ ქალბატონიდან კი უნდა დაიცვა თავი, მაგრამ ვიცი, ახლა ეს ქალი რომ ეტენებოდეს, მაშინ რაღაც ეს არ დამფიქსირდებოდა ესეთ რაღაცას არ ვიტყოდი, ხო? ხოდა თუ თავს აძალებდეს უკაცრავად. ყოველ შემთხვევაში მისი შეგრძნებები ემოციურად ძალიან ისე არის, რაღაც გადატვირთვა მოხდა ამ ადამიანში, ხო? და თუ ფიქრობდა რომ всё გამოსავალი არ არის და რაღაცა გზები დაიკეტა, ყოველ შემთხვევაში თქვენგან მაინც ქალმა დაუბაკუნა აქ ფეხები. გამოეკიდეთ თუკი ძალიან კარგი ყოჩახ მომწონხართ. და ამ ყველაფერზე კი ფიქრობდა რომ აი დასრულდა ყველაფერი всё შავმა კატამ გაიარა. ჩვენ შორისო. ხო, მაგრამ ესე არ არის მთლად ეხლა ეს ნახეთ, უფრო მეტად იყო აქამდე რატომღაც ამ ენერგიებში, ყოველ შემთხვევაში თითქოს სურს და გადალახა ეს ყველაფერი, მთლად გადალახას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ კონტაქტი არ არის ჯერჯერობით ეს ადამიანი თქვენთან, თუმცა იდეაში აქვს. მაგრამ ძალიან უჭირს. ვერ ვიტყვი რომ არ ნერვიულობს, არ განიცდის თქვენთან დაუშვათ ამ სიამოვნებას და აშორებას. ვერ ეგეთი ძალიან შეიძლება გაუგებრობაა დაშორებული არც ახართ, ხო, რაღაც ისეთი, ძალიან კი, ძალიან უნერვიულებია თუ როგორადაც არის. ხო, ძალიან, იმიტომ რომ ეთყობა ძალიან განიცადა, შეიძლება რაღაც დეპრესიული ხასიათზეც იყო, არავის არაფრის დანახვა არ მინდაო, ესეც კი თქვა, ხო? უფრო დეპრესია მგონია რატომღაც. კარგი, რატო გქონდა ეს დეპრესია, რატო განიცადე თუ ხალი ძვირფასი არ არის? რატო განიცადე? რატომ მიზეზი მითხარი? ხო, ესე არ მქონდა ჩაფიქრებული, აქ გრძნობებზე არ საუბრობს და რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის ამ თემაზე არ საუბრობს. აქ საუბრობს უბრალოდ ასე არ მქონდა ჩაფიქრებული და ეთყობა აქ სხვა ქალბატონი იდეაში რა იყო მიზეზი თქვენ შორის ჭუბის. ხო, ქალი, მაგრამ ერთი ქალი არ იყო აქ საქმე იმაში, ან რაღაც ესეთი თემები არის. აქ მე არ გულისხმობ მანდამაც პარტნიორ ქალბატონ შეიძლება ეს სხვა იყოს. ყოველ შემთხვევაში თქვენ შორის კიდევ არის აქ რაღაც ბარიერი, რამაც შექმნა ეს პრობლემა, ეს შესაძლებელია თქვენ შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. შეიძლება კულტურა, რაღაც მანძილი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, რომელიც ვერ ხდება დაკავშირება ერთმანეთთან ესე ადვილად და შეხვედრავს გულისხმობ, თორემ მობილურს და ინტერნეტს რა უთქას წინ კაცო. და ასევე შესაძლებელია ასაკობრივი სხვაობა იყოს, ან ერთი ძალიან სუსტი ისეთი ტანწერზე დაიყოს, მეორე ძალიან
სუკანი სიტყვაზე ხო რაღაც აი ესეთი არა თანაფარდობა მოდი ასე ვთქვათ ასეთი მდგომარეობა არის ყოველ შემთხვევაში მაინც როგორ იდეაში არის იცი მე მაინც მოვახერხებ რა ეს მეგობრობა თქვენ შორის ძალიან კარგი მეგობრობა იყო რომელიც დაიშალა ეს არის მეგობრობა ცოლქმრობა ცოტა მეეჭვება აქ რომ იყოს ყოველ შემთხვევაში მეგობრულზე აკეთებს აქცენტს აი ეს ყველაფერი წარსულში უფრო ხო უფრო გერწარსულში ფიქსირდება ეს ურთიერთობა. სამომავლოდ რას იზამ, თუმცა ხმის ამოღება რო გითხრა, მან და მაინც არ სურს რომ თქვა ახლა არ სურს, მაგრამ უნჯურად უნდა რაღაცა რომ გამოვიდეს კონტაქტზე და ეს რომელი არის უკვე ნახეთ ურთიერთობები გავიგე რომ სხვადასხვანაირი არის და ესე იგი ეს ქალი ის არის უბრალოდ გაერთო ამ ქალთან იმ ქალთან უბრალოდ ესა შეეტენა თუ რა ვიცი ესე გაიცნო და აღარ მოშორდა ის ქალი ისა რა ქვია რა ვიცი ახლა უბრალოდ ესე გაიცნო და ახლა ვერ აწყენინებდა თუ რავი მოკლედ ეს ქალი კიდე უბრალოდ ეკონტაქტებოდა წლებია ლაპარაკობს რაღაცა და თხოვა და შეპირებული იყო და ვარსხვარეთყო და უნდა ენახა თუ რაღაც და ამას ყველაფერს იცი რა ხო იმას Facebook-ის ნაცნობი ამას გზის ნაცნობი იმას მეგობრის ნაცნობი ამას უბრალოდ ისე ამას უბრალოდ რა ვიცი მე 1000-ნაირი რაღაცები მეგობარიც რო არ ქვია თუ საყვარელიც არ ქვია თუ და ადრე რა კაი იყო კაც ვერც ქვიოდა საყვარელი მეორეს ქვიოდა ცოლი ახლა ვეღარ გავიგე რომელი რანაირი ურთიერთობები არის ნახე და კი დამავიწყდა ამასობაში ამერია ტვინი და ასე გირევთ ეს ადამიანი ტვინს ზუსტად დამავიწყდა რისი თქვა მინდოდა აქ სანამ აგეზე აი ზუსტად ესე არის რა მოხდა მე თქვენ შორის იმდენი რაღაცა გადააკავით ან გადაგივიდა გულს და всё თქვენთან ყოველ შემთხვევაში მეგობრული იყო. კარგი, რას იზამ სამომავლოდ რამე არის იდეა, აქ რაღაცა მინდოდა მეთქო ვერ გელევათ თან, ვერ გტოვებთ. იდეა რა არის, გერა მანიპულატორი არის, გამოგეცხადებათ, ეს როგორ გამოგეცხადებათ, იცი, ჭანსი არ არის, ჩათვალეთ, მოემზადეთ. აი, ქალბატონო. მე რა ვიცი თქვა. ახლა არის ზუსტად ის რომ მოემზადეთ, შეხტით ახლა იმას რა ქვია სალონებში, იქეთ-აქეთ ატრიალდით, დაბზრიალდით, მარცხნივ, ხო და მოემზადეთ. იმიტომ რომ ეს თქვენ ვერ გელევათ და დეკით და თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია და თუ მნიშვნელოვანი არ არის, ახლა კაცო მე რო გავაკეთე ისედაც შეგიძლიათ. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ერთ-ერთი ესე ტიპი იყო, მოკლედ რა ვიცი თუ მე მომწონდი, მაგრამ ისე რო არ მომწონდა, თვალშიაც კი ვიცოდი. ნამდვილად და მოუწია ჯარის სეზო, აი მან რა ქვია, პერიოდმა და ამ ჯარში ისე გამოვიდა დედამისმა თავი მოიკლა. ესე იგი 3 წლიანი იყო გონია მაშინ ჯარი და 1-2 წელი კიდე დატოვა 5 წელი და 5 წელი ბიჭო ტიპი სული ძახოდა ნინო როგორა ნინო დედამისმა რა უკნაო კაცო ეს გოგო რა ხდებაო ვერ დაივიწყაო ვერანაირადო ამდენი ხანიო ჯარში გაუშვიო პირდაპირ თქო დედამის 2 წელი კიდე დაუმატეო და მაინც მის სახელს იძახისო და ბოლო იმას ქნა რა ქვია ეს ბიჭი რო ჩამოვიდა ჯარიდან მოვიდა ჩვენთან სტუმრად სახლში ხა თქვა უნდა მიიღოდე და ჩემა როგორ ხარ ისია ასე ჯარიდან ჩამოვიდა ამიძახეს ახლა მე ყავა მოადუღეო იმდენად არ მევასებდა რა უნდა მე ვფიქრე რომ მოგვადგა აქანი თან ბავშვი ვიყავი კაცო სკოლა ძალიან მქონდა დამთავრებული და წამოვედი და სათნახე ახლაც ვერ ხვდები რაღაცა მუთაქაში ჩაკუჭული კაბა ჩამპლაწული ცალ გვერდზე მეორე გვერდზე რაღაცა ისე რომ არის იქით ყურები რომ აქვს და დაკუჭული ავდექი და ჩავიცვი რაღაცა მოკლე შავი ბანძგვალა რეიტუზი და ამ რეიტუზზე კიდე ამოვიცვი ნასკი
და ასე რომ ხელით ჩაკეცავ ნასკებს და მრგვალ თავს გაუკეთებ მომრგვალებულად, ხო მიხვდით როგორ გეუბნებთ? ესე ახლა ეს რომ ფეხია და ნასკის თავი ასე მრგვალად რო დაადო. ესეთნაირად დავადევი და რა ვიცი ტუჩებზე კიდე რაცხა შავი პომადა ვნახე, სად ვნახე ის. ვითხაპნე და გამოვედი. დედატიპმა რო გამინახა, სახე წაეშალა. მაგას რა დამავწყეს? მოუდუღეს ყავა, მაშინ ფეჩი ქონდა კაცოს ახლის აიყო დენი და ესენა. ეს ნახშირი კი ჩამივარდა მის ჭიქაში. თუ ძალიან ჩავაგდე, არ ვიცი რა რო ჩავარდა კი ვიცი და მიუტადე დაუდგიესე და ეს ტიპი რო წავიდა სახლიდან გამოშტერებული მერე თქვა რომ და უბანში მეძახდნენ ლამაზ გოგოს თქვენ წარმოიდგინეთ ბიჭები ხან თითო რა დამახინჯებულაო ესო მეო ისეთი ლამაზ გოგო დავტოვეო და ესო რა გამხდარაო და არა და პურის საყიდლად და გარეთ არ გავდიოდი აუ იმენა ძალიან ესე თითქოს ქორწილში მივდიოდი ესე ვიბრანჭებოდი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ამის მერე რო ესე გამოხვიდოდი გარეთ და ლამაზ გოგოს გეძახიან და მარას დამგონებულო ეს თქო თელმა უბანმა სასაცილოდ აიღო ეს ბიჭი ისე თქვა ესო ჰა ჰუ ახანა მერე დედამისმა იმდენ იქნა ისი სოფლელი ვიღაცა შეტენა ჯადუებით რა თქმა უნდა. გაუკეთენ გამოაშტერენ ისედაც დავიც მე შეიძლება მასე მახინჯად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ მოვეჩვენე თქო ეხლა ასე ვფიქრობ. რაღაცა ძალიან, იმიტომ რომ კი ესე გამოვედი, მაგრამ აი მასე მაინც არ უნდა ეთქვა. აი ვიძაღი ახლა ჯადო გავიკეთე კაცავისა და ის გაუკეთე და ხო, ჯადოს დაბრალი ახლა. ხო და შეხედეთ ახლა რატო მოგიყევთ ეს თუ ესე მნიშვნელოვანი არ არის ეს ადამიანი თქვენთვის რო გეუბნებით წამოხდით დატრიალდით და დაბზრიალდით და მოსულია გარემთან თქო შეგიძლიათ ასეთაც გააკეთოთ კაცო და შეხვდეთ ჭრის დაპრაქტიკებული გამოცდილი არის გაიგეთ არა, მეცინება ეხლა სასაცილო შეიძლება ბევრმა ესე შეხედოს ამ თემას. გაუთხოვარი ხარ მამასზე გათხოვებას, ნამდვილად ეშკებია რომ არ ვარ გათხოვილი. დღესაც ასე ვფიქრობ, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პატარა ბავშვმა ჯერ ერთი ფიზიკურად იყო შეუფერებელი სასწაულად. დღეს რომ მაშინ ბავშვი ვიყავი და დღეს რომ ხედავი მისი ცოლი რომ მართლა მაშინ რაღაცა მომხდარ იყო და ჩემზე გაიგეთებინა და უშო ჯადოები დედამის მაგრამ რას გაბედავდა ნახეთ არა ზუსტად ვიცი რომ ის გოგო დედამის შეტენა არ არის მასე კაცო ხო ნახეთ როგორი რაღაც არის დღეს ყველა იტყოდა, უი ეს ამის ცოლი, რატო წაყვადე და რა მეჭირდა. გოგო ყველას ესეთ გავკურდებოდა, გაიგეთ, პატრონი აყავდა ყველას ეტყოდა. მაშინ მყავდა პატრონი. დედიკოც მყავდა, ბებიაც მყავდა, ბაბუაც მყავდა. ბიძია ბიჭოლებიც მყავდა. თუმცა დღესაც არ გადავდგა ღვთისწყალობით მაგნა ბიჭს. არ გადავდგამდი. ამ პოზიციაზე არა, რას ვიძახეთ, თუ მართლა რო უპატრონო ყოფილიყავი რა. მოკლედ რაც იყო ის იყო. გაიგეთ, შეგიძლიათ აქ მოემზადოთ. დასიზამს თუ ღირს ისე, მაგრამ ასტაბილურებს ურთიერთობას კაცო რა არ ღირს, ამას თქვენ და შეუძლია მიხვდა მოწონხართ ასე შემდეგ. თუ ვინმე ჯადოებით დაგაშოროთ, მაშინ გამოდის რომ
რაღაცა განეიტრალდა, ან დრო გავიდა. ხო. დღეს იცით როგორ არის, კი ხდება ხანდახან ნეიტრალდება თავისით რაღაცები, ხანდახან კიდე ვიღაცა ასუფთავებს, ვიღაცა რაღაცა და ასე შემდეგ. ხო, შეიძლება იმდენად ძლიერი არ იყო. თუმცა დამაბრკოლებელი ფაქტორები თქვენ შორის ძალიან არჩევანი თქვენზე აქვთ ამ ადამიანს. ძალიან ბევრი იყო, არის აქ, შესაძლებელია თქვენ გვერდში რო დგებოდა, რა ვიცი, რაღაცა ემართებოდა. მე არ მიკვირს ესეთი რაღაცები, ვიცით რატომ? ეხლა აქაც მაქვს თქვენ ეხლა 1-2 რაღაცა ესე გამოვიდა და ადამიანმა ვაიმე ქალბატონო ნინო მე გამოცდილება არ მაქვს. ხავთ, ნუ გამოცდილება აქ რაშვაში, გამოცდილება და ნათრევი ქალი არც მე არა ვარ. ბოდიში თქვენთან. ურთიერთობაში მე ვინმესთან არ შევსულ ვარ ეხლა. ამა შეიძლება ვიღაცას ასეთი რაღაცა ეპაზორებოდეს ვიღაცა, ტყუილი რატო ვთქვა ეხლა? ხო და ესე რომ მე ვუბნები და გამოცდილება არაფერ შუაში არ არის. აქ არის უბრალოდ რაღაც ცხოვრებისეულ დაკვირვება. ეს იმას კი არ ნიშნავს კიდე რომ ვინმეს არ მოვწონდიან, ახლა არ მომწონვარ. და ღვანისმცემლები არ არის ჩემს ირგვლივ. სად ხართ კაცო თქვენ რას ბედავთ? ხო. აქ გამოცდილება, უკვე მე რამდენჯერ მქონა ესეთი შემთხვევა, მე არ გაკალო გამოცდილება, პატარა 15 წლის ხარ. აი ეს გამოცდილება არა გაქვს ეხა ბულბულო, დაოჯახებულიც და შვილები და რაღაცეები ყავს. რას ლაპარაკები, ჯერგბილები არ აქვს. გამოცდილება არც მე მაქვს, მაგრამ დამიფიქსირდა, მაშინაც ვიცოდი კარტი. და ტარო. კარტზე თამაშობდი უფრო მეტად. და მაშინდელი ის იყო, ავდექ და გავშალი და არ დამიფიქსირდა კარგად და დავაპამღური ამნაირად, სწორად მომიგეჭიდკო. არ მიმიღია გამოცდილებიდან არ იყო ეს. ხოდა რაღაცა არის, ინფორმაცია მოგეცა, შეგიძლია გამოიყენოთ. ეხლა ამასაც თუ ვერ იყენებთ, ეს უკვე გამოცდილება კი არ არის. ეს გამოდის, რომ არ გიმუშაობთ ტვინი თავში, არა გაქვთ. არ შეგიძლია დაზროვნება, ეს ამას ნიშნავს ახლა, ხო, წარეთ მოხვდათ, ვიცით, გულზე, მაგრამ ასე არის. ხო, გამოფხიზლდით და გაიაზრეთ. რაღაცა დაფიქსირდა, უნდა ესე იგი რეაქციად იმას ყურადღება. ინფორმაცია. ბოლოში აი რას რისი თქვა მინდოდა ახლა. აქ ხელი შემშლელი ფაქტორები მეთქი. შეიძლება თქვენ გვერდით რაღაცა ემართებოდეს ამ ადამიანს. ხო, რა ვიცი მე რა ემართება. შეიძლება კუჭი ეშლება, არ არის გამორიცხული. ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა ზუსტად ბიჭო ადამიანმა მის საქმეზე მივყვები და მის საქმეზე თორე რამე პაემანდა შეხვედრა კი არ იყო, ხო და რაღაცა საქმეა გასაკეთებული, კუჭი ეშლებოდა ტიპს იმენა. აი 5 წუთში კუჭი ეშლებოდა. ბოლოს უთხარი რა გჭირს მეთქი. ადამიანო თუ მოითავე, მე ვთხარ ტუალეტი და მე მასქენი საქმეზე წამოდი და რაღაცა აგზდიო, მე ვთხარ ამდენ არის ან მოიწესრიგე ეს კუჭუნაწლავი მეთქი. აო, რა ვიციო, ისო. გეუბნებით, ადამიანს პირდაპირ კუჭი ეშლებოდა. რატო? თქვენი აზრით. გაკეთებული ქონდა ზუსტად ვიცი. ზუსტად მაგნაირი, რომ რა ვიცი, მე ახლა ვიღაცას ალბათ მე არ მიკვირს ესეთი რაღაცები. დაქალმა გააკეთეს დამიმალა ქმარი. ბიჭო, არასდროს მე არ მქონია ეს შემთხვევა ვიღაცის ქმარზე მენადიროს. კი არა შეყვარებული რო ყავს ბიჭს გავიკებ ამ გამარჯობა არ მithქვია ისეთი ბიჭი. აი სხვა გოგოს მოწონს, ბიჭს კი არა, გოგოს მოწონს, გამარჯობა არ მithქვია. აბა რამდამდოა მე გავთხოვარ თქვენი აზრით. და სულ ყველა ისე არიან ქალები ჩემთან,
ესე მალავენ, ან რაღაც არიქა, ვითომ მას დავიწყო, რა თქმა ქალო, შენ ნათრევი ნახმარი კაცი, ნუ გადამრიე. გამოჭმული, გამოხრული ყავთ, უკვე ოქრო იყო, გაჯუგა, კორძილი იყო, გადაიღადამ გაძმა, კაისა დედოფლო კაბათინ, შენი ტანცავე ხო და მე რა თქმა ვერ გავიგე. მე რა მაწყენს, კაბა მაწყენს, ოქრო მაწყენს, სახლი მაწყენს, ფული მაწყენს, ვალები წამოადები თავზე, იგი და ახლა მას ვინადირებ შენ ქმარზე, დებილი დებილის მედი ამას ვინ იფიქრებს ახლა. შენზე ნაკლები ქალი ვარ, ვერ მოვიხდენი სადედოფლო კაბას თუ რა? რა თქმა შენი გამოწყნული, გამოჯმული ქმარი, ნუ გადამრიე. ხო, რაღაცა ხდება აქაც. გაიგეთ რა ხდება? და თუ ვერ ხვდებით, მაშინ აწი შეგიძლიათ დაფიქრდეთ ასეთ რაღაცაზე. ჩემი ნაცნობები თუ მიყურებთ, მით უმეტეს. ახ